მოლოდინი რა არის პირდაპირ გეტყვით, რაიმე სიმართლის დადგენა რომ მოხდება ამ პროკურატურის მხრიდან და ამ თავდასხმის მონაწილეებს რომ დაჟიან, ამის მოლოდინი ჩვენ არ აგვაქვს. არც იმის მოლოდინი არ აგვაქვს, რომ სასამართლო პროცესის გამართვის შემდეგ მოხდება თუ არა დაუშვათ ამ დამნაშავეების დასჯა. მაგრამ ეს პროცედურა ყველაფერი უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ საბოლოოდ შემდეგ ევროპულ სასამართლოში წასვლისთვის ყველა ის რესურსი, რომელიც ადგილობრივ დონეზე სასამართლოებში უნდა ამოწურო, გავლილი რომ გქონდეს. რაც შეეხება თვითონ გიორგი გახარიას პროკურატურაში მისვლას, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენთვისაც მასალებს გადასცემენ თუ არა. ჩვენ ეს მასალები გვინდა ძირითადად, რომ გავასაჯაროოთ ვინაიდან ყველაზე უფრო კარგად ეს მასალები გვანახებს და აღწერს. ის დამონტაჟებული ვიდეო თქვენ გახსოვთ ახლა თავდასხმის შემდეგ რამდენიმე საათში გაავრცელა ტელეკომპანია იმედმა. კონკრეტული მონაკვეთიდან იწყებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ორგანიზებული იყო ეს თავდასხმა, იმიტომ რომ თავის გადამღებები ყავდა, თავისი, ესე იგი, დაცვისაგან განთავისუფლებული იყო ამ შერატონის ლობი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ იქ რაღაცა შემთხვევა მოხდა და ეს შემთხვევა იყო ზვიად ქორიძესთან დაკავშირებული ინციდენტი, როცა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად ქორიძეს და ესე იგი შემდეგ უკვე ზვიად ქორიძე განარიდეს იქაურობას და ის მთვრალების ჯგუფი, რომელმაც იქ ზვიად ქორიძე შეურაცხყოფა მიაყენა, ამ შერატონის დაცვას არ გაუყვანია იქიდან, არ განურიდებია, არც პოლიციისთვის გამოუძახია, არც გიორგი გახარიას თავდასხმის შემდეგ არ გამოუძახიათ პოლიციისთვის. პოლიცია მოვიდა რამდენიმე საათის დაგვიანებით. შერატონმა, რომელსაც ჰქონდა ვალდებული, რომელიც სოფლიო ბრენდია და რომელსაც ვალდებულება ჰქონდა, რომ დაუშვათ იგივე უსაფრთხოება უზრუნველყო იმ ადამიანებს, რომელიც იქ ივსვენებდა იმ სასტუმროში, რომელსაც ჰქონდა ასევე ვალდებულება, რომ უზრუნველყო ესე იგი რაღაცა პოლიციის როლი და ოპერატიული ჩართულობა ესეც არ უზრუნველყო და მასალებსაც რამდენი დღეა მის შემდეგ გასული, ერთ კვირაზე მეტია გასული, ერთი კვირის განმავლობაში შერატონი არ იძლევა იმ მასალებს, რომელიც კანონის მიხედვით ეკუთვნის გიორგი გახარიას, ვინაიდან მასზე მოხდა ეს თავდასხმა და მეცაც გეტყვით, ადგილობრივ პროკურატურასთან საქმის გადატანის მომიზეზებით საერთოდ მთელი სერვერები ჩახსნეს შერატონიდან და არა მარტო გიორგი გახარიას, ასრები მოგლიჯეს მე მგონი ყველაფერი რაც კი იყო დამონტაჟებული ყველაფერი გაატანეს პროკურატურას. ეხლა ამბობენ რომ ეს ჩვენ უკვე გადავეცით პროკურატურას. ეს დაახლოებით იგივე ბაზების თემაზე რომ მოითხოვა გიორგი გახარიამ საარჩევნო მონაცემების გასაჯაროება და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დაიბარა ეს ბაზები და დაადო შემდეგ ესე იგი ჯავშანი ამას და თქვა რომ აი ეს ახლა გამოძიების პროცესში იმყოფება და ამიტომ ვერავის ვერ გაჩვენებთ. დაახლოებით ისეთი სიტუაცია, მაგრამ უნდა გითხრათ უკან დახევას არავინ არ აპირებს. არც ამის შერჩენას არ ვაპირებთ. არა მარტო გიორგი გახარიას თავდასხმა, არამედ რაც ხდება მთლიანად საქართველოში. ჩვენ ახლა როგორ პროცესში ვიმყოფებით. დააგერ თქვენ გადაცემასაც რომ უყურებ, ერთი სასამართლო, მეორე სასამართლო, იქეთ ქალბატონი შიმშილობს ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს სრულიად უსამართლოდ, იქეთ მსახიობების აქციები, იქეთ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე და დუღილის პროცესშია, პროტესტის პროცესშია და ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებთ. არავინ უკან დახევას არ აპირებს. ჩვენ ამასთან ერთად მინდა აქვე კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით ყველა სოლიდარობა გამოუცხადოთ, ვინც არის ნაცემი და უღმერთო და არაადამიანური წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა და იმ ადამიანებს განსაკუთრებით ვინც ციხეებში ზიან დღეს იმის გამო, რომ კონსტიტუციას იცავენ, სამართლიანობას იცავენ და თავის ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ. კი, ბატონ ზვიად, თქვენ ჩვენ ხა გახარიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ეს არის ამავდროულად სიგნალი ნებისმიერი მოქალაქისთვის, ხომ? ეხლა ჩვენ ამის მერე არაერთი ანგარიში განცხადება მოვისმინეთ, რომ თქვათ ასეთი თქვათ ხელმისაწვდომობა ანგარიშწორების ყოფილ პრემიერზე ეს რასაჩვენებს თავის მხრივ, რომ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე შეიძლება იდგეს თითოეული მოქალაქე, რომელსაც სხვა ტიპის დამოკიდებულება აქვს და ისე იმ ჭრილში არ უყურებს პროცესებს, როგორც ხელისუფლება, ხო? ქართული ოცნება. აი ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ სწორად აღწერეთ ეს სურათი, ეხლა ანატყე ბუჩავას რო დაინახავს სასამართლოში და ნინო გაჩეჩილაძე, ნინო კასრაძე მსახიობები, მათ კომენტარებში ძალიან კარგად არის აღწერილი რეალურად რა ვითარება არის ამ ქვეყანაში შექმნილი, ადგილზე მიდიან
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პრაქტიკულად ვერაფერს ასაბუთებენ გარდა იმისა, რომ შეასრულონ კონკრეტული დავალება, იყვნენ იმ პროცესის თუნდაც ბუტაფორიული მონაწილეები, ხო, რომ ეს პროცესი შედგეს, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული გარანტია აქვს, რომ სასამართლო ამ წრეს შეკრავს და ამ ადამიანს სამაგალითოდ დასჯის. აი ამ პროცესზე რისი თქმა შეგიძლიათ და არის თუ არა ეს ხელისუფლებისგან აი ეს დუღილის ტემპერატურა თქვენ რაც ახსენეთ, ამას ხელისუფლება აკონტროლებს თქვენი წარმოდგენით? მე ანა გეტყვით, ჯერ გიორგი გახარიას თავდასხმის თემას დაუბრუნებ და შემდეგ განვაზოგადებ. ბიძინა ივანიშვილს არ ქონია არც ერთ საჯარო გამოსვლა, როცა დაბრუნდა მესამედ პოლიტიკაში მის შემდეგ, ხან ღია წერილი ქონდა, ხან რაღაც ინტერვიუ ქონდა, ხან ბოლოს იყო იმედთან ინტერვიუ არჩევნებმა ერთი კვირით ადრე, სადაც პირდაპირ ანგარიშწორებით დაემუქრა. სადაც უთხრა, რომ შენ პასუხს გაგებინებ. დაპატიმრებითაც დაემუქრა და ფიზიკური ანგარიშწორებითაც ეს იკითხებოდა მის სიძულვილით გაჯერებულ გამოსვლაში და გიორგი გახარიაზე თავდასხმა განახორციელა არა იმ ადამიანებმა, ვინც იქ თვალები მიუვარდნენ შერატონში და სადეს რომ ფიზიკურად ანგარიში გაესწორებინა და არამედ ეს იყო ფიზიკური ანგარიშწორება პოლიტიკური ოპონენტის მიმართ. ეს არის თემა და ეს არის ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულად. ის მსახიობებიც ახლა მის თქვენ ახსენეთ, ეს სასამართლო პროცესი, რომლითაც რეჟიმი ცდილობს გაასამართლოს საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს გასამართლების ცდილობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუ ვინმეს გონია, რომ დააშინებს საზოგადოებას, თუ ვინმეს გონია, რომ ეს ამ საპროტესტო მუხს მოკლავს, ძალიან მწარედ ხდება, იმიტომ რომ მაშინაც ასეც ცდილობდა ივანიშვილი, როცა საპროტესტო აქციები დაიწყო 28 ნოემბრის შემდეგ, რომ ცემა ტყეპით, რაღაცა არაადამიანური მოპყრობით, ადამიანების რაღაცა სასტიკად, ასე იგი, დასახიჩრებამდე მისული რაღაცა ფიზიკური ზემოქმედებით, დაცინვით, შეურაცხყოფით, აი ამ რა ვთქვა, აღარც ვიცი რა, რაღაცა მხეცური მოპყრობებით დაეშინებია ადამიანებმა, ამის ნაცვლად მიიღო 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო დიდი საპროტესტო მუხტი. იგივე არის ამ სასამართლოებსაც, არავის არ ეშინია. ამ სასამართლოსი არავის არ ეშინია ამ რეჟიმის. ამ რეჟიმის მთავარი პრობლემა ისაა, რომ რა ნაბიჯით არ უნდა გადადგას, ყველგან წაგებულია. როგორ შეიძლება შეგეშინდეს რეჟიმის, რომელსაც მთელ მსოფლიოში არსად მოკავშირე არ აყავს, რომელსაც საქართველოში დაპირისპირებული ყავს ამდენი ადამიანი თავისი პოლიტიკის გამო და ამ დაპირისპირებებს აგრძელებს და უფრო და უფრო მეტ ადამიანს ამწარებს, უფრო და მეტ ადამიანს აბრაზებს, კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებულთა ბანაკის რაოდენობას კიდევ უფრო მეტად აზრდის და ზრდის. ამიტომ ვამბობ მე, რომ ამ ხელისუფლების ამბავი გადაწყვეტილი არის. ეს ხელისუფლება ვერ დარჩება. ტალეირანსა აქვს თუ არ ვცდების ნათქვამი, რომ ხიშტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად არის კარგი, მაგრამ დასაჯდომად არის ძალიან მოუხერხებელი. შეუძლებელია ხიშზე იჯდეს ხელისუფლება და მან დიდხანს გაძლოს ამ ხელისუფლებაში. გამორიცხული ამბავია, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს სასამართლო პროცესები, ეს ფიზიკური თავდასხმები, ეს რაღაცა საკანონმდებლო რაღაცა ხელების გადაგრეხვები, როდესაც საჯარო მოხელეების მიმართ, პოლიციის მიმართ, მიტინგებისა და დემონსტრაციების კანონებში და ასე შემდეგ შეაქვთ დრაკონული ცვლილებები, ეს აახლოებს უფრო მეტად ამ რეჟიმის დასასრულს. ირაკლი როხაძის ინტერვიუზე მინდა კითხოთ, აი თქვენთვის რა აჩვენა კონკრეტულად ამ ინტერვიუმ, მრავალგვარი შეფასება ნახეთ, ან წავიკითხეთ, მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ადამიანის, რომელიც მრავალ საკითხზე საუბრობს კონკრეტულად, მათ შორის იმაზე, რომ არ გონია, რომ შეერთებული შტატები მას დაასანქცირებს, რომ მას დიდად არადარდებს უკრაინის სანქციები და მისი პასუხები, აი პროპაგანდის საკითხზე, იმედის როლზე, როგორც იარაღზე, აი მთელ სამ პროცესში, ივანიშვილთან მისი დამოკიდებულება და როგორც მოკავშირე ივანიშვილის, ხო? აი რისი თქმა შეგიძლიათ ამ სურათზე, რასაც აღწერს თავად რუხაძე და რაზე მიუთითებს მისი აქცენტები, როგორ ფიქრობთ? ეს ივანიშვილის პოზიციაა. უბრალოდ რუხაძე ახლა უფრო კარგად ლაპარაკობს. მეტი არაფერი არ აქვს, ხო? ეს ივანიშვილის პოზიციაა, მაგრამ პოზიციებში, როდესაც ლაპარაკობს ადამიანის საუბარი, მე როგორ არ მიუთითებს, ჯერ ერთი არ მგონია დაგვასანქცირებენ, რა არ გონია დაგვასანქცირებენ, დაიწყო უკვე სანქციები. ასე ამბობდნენ ჯერ, როცა იყო ლაპარაკი, რომ რაღაც
იქნება სანქციები შეეხებოდა თავისუფალი გადაადგილების საკითხს, ამას დაიწყეს ქილიკი. ჯერ არ მოგსვლია რაღაცა, მე არანაირი სანქციები არ იქნება, მე ამბობდნენ რომ ესე იგი ტრამპი მოვა, ინაუგურაცია მოვა ტრამპის და ამის შემდეგ მოვაგვარებთ სიტუაციას. ივანიშვილი ამბობდა რომ არჩევნების შემდეგ დავიწყებთ ამერიკასთან დალაგების პროცესს და ამის შემდეგ დაასანქცირეს ზუსტად, თან დაასანქცირეს, შეგახსენებთ, როდის დაასანქცირეს 27 დეკემბერს დაასანქცირეს ივანიშვილი. ანუ 25 დეკემბერი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი დღესასწაული, როცა არაფერი არ ხდება აბსოლუტურად, შობის ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი, ყველა იმას ცდილობს საჩუქარი როგორ უყიდოს ოჯახის წევრს, საშობაო რაღაცა ვახშამი როგორი მოამზადოს, როგორი სიურპრიზები გააკეთოს, ასე პოლიტიკოსიც და რიგითი მოქალაქეც ამითია დაკავებული და 27 დეკემბერს როცა ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს და მაგნიცკისით ასანქცირებენ ესე იგი მის უახლოეს ადამიანს დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლურ სამყაროს ამ ხელისუფლებისთვის გამოტანილი აქვს თავისი ვერდიქტი. თუ არა, რატომ არის, აი თქვენ დაინახეთ თუ არა რაღაც გარკვეული შიშის მარცვალი რუხაძის საუბარში და იყო ძალიან ბევრი საუბარი გამიჯვნასთან დაკავშირებით, რომ ის რაღაც გარკვეულ პროცესს ემიჯნება, იქ იმედზე ლაპარაკობს, რომ ჭირდებოდა, არ ჭირდებოდა და ასე შემდეგ. აი ამასთან დაკავშირებით რის თქმა შეგიძლიათ კონკრეტულად, აი გაუჭირდება თუ არა მას რომ დაამტკიცოს, ანუ მოკავშირე, რომ არ არის თქვათ მოკავშირე რაღაც კონკრეტულ ბიზნესში, ხო? ეხლა ყველა კარგად იცის ამ ნაწილში რა ტიპის ურთიერთობა არსებობს მათ შორის. კონკრეტულად რუხაძის გვარი და კიდევ ბევრი ადამიანის გვარი უკვე არის ნახსენები სავარაუდო დასასანქცირებელი ადამიანების სიაში. რა თქმა უნდა, მისი მხრიდან ეს ინტერვიუ იყო რაღაცა მცდელობა, რომ რაღაცა ტიპის თავი აერიდებინა ამ სანქციებისგან, მაგრამ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილთან ერთად საერთო ბიზნესი, ბიძინა ივალიშვილის ტელევიზია, რომელიც არის მისი პროპაგანდისტული იარაღი, ის საერთო წრე, როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც მათ გააჩნიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად ეს რეჟიმი და რეჟიმი ვიზედას დგას, ის ბიზნესმენები ყველანი აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეხლა მე და თქვენ რო დაგვასანქცირონ, ანა, ამითი არ ამგონია, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა ისეთი ფინანსური ან ეკონომიკური, ან ფსიქოლოგიურად შეიძლება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეთ. ეხლა მილიონები, ასეულ მილიონები, მილიარდებზეა ლაპარაკი, რომელსაც ეს ადამიანები ფლობენ და ამათვის დასანქცირება რა არის თან? სანქცია ისეთი რამ არის, რომ როცა დაგასანქცირებენ, შემდეგ ამ სანქციებიდან ამოძრომა ადვილი კი არ არის. ეხლა ივანიშვილს რომ აქვს, ესე იგი, შვეიცარიის კიდევ ერთ ბანკთან დავა, იცით რატომა ეს დავა? ეს დავა იმიტომაა, რომ წინა დავა, რომელიც მოუგო ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკს 460 მილიონი ამ ბანკში გადმოიტანდა. ეხლა ეს ბანკი არ აძლევს ამ ფულს, იმიტომ რომ სანქციების სიაში მოხვდა. ეს ამბავი ისეთი ამბავია დაწყებული, რომ მთელი ცხოვრება სასამართლოში რომ მიდაონ ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა ყველა კლანმა ამ სანქციების სუსხს ისინი ვერ მოიშორებენ, გეუბნებით 10 წლეულები შეიძლება ამას დაჭირდეს ესეთი ვითარება. ესეთი პროცესები მიმდინარეობს ეხლა, რომელიც პირდაპირ ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული იგივე შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მომავალ პოლიტიკასთან რეგიონში, ბატონ სვიად. ჩვენ ნახეთ თარიღებზე ჩამოკიდებული ქართული ოცნების რიტორიკა და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა იმდენად რთულია პროცესები ივანიშვილისთვის, რომ ეს აღარ არის კავშირში ტრამპის ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც თუნდაც ჩვენს რეგიონს შეეხება. შეიძლება ამ საკითხის სრულად დისტანცირება, იმიტომ რომ ისინი ამტკიცებდნენ არაერთი თვის განმავლობაში, რომ რაღაცები გადაწყდებოდა, დამშვიდდებოდა, დასტაბილურდებოდა ვითარება, მას შემდეგ რაც მოვიდოდა ტრამპის ახალი ადმინისტრაცია. მაგრამ ეხლა რეალურად რა მიიღო ივანიშვილმა? 27 დეკემბერს როცა დაასანქცირეს ივანიშვილი, ვინმეს გონია, რომ ეს ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებული არ იყო? ანის განცხადება, რომ ლეგიტიმურად არ აღიარებენ ამ ხელისუფლებას და მოუწოდებენ სხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ არც იმათ არ აღიარონ ამ ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ეს თქვენ გონიათ, რომ წინა ადმინისტრაციამ თავისი შეხედულებით გააკეთა ისე, რომ არ გაითვალისწინა მომავალი ადმინისტრაციის პოზიცია? ეს ხო ასე ამერიკაში არ ხდება. ეს ხომ ასე არ არის. ამიტომ ცალსახად მინდა თქვა და განვაცხადო, რომ ის ხალხი, ვინც მუშაობდა კავკასიის რეგიონზე, ვინც მუშაობდა
საქართველოს თემებზე. ის ადამიანები რჩებიან ისევ ტრამპის ადმინისტრაციაში, რომლებიც გააგრძელებენ ისევ ამ თემაზე მუშაობას და მათი პოზიცია რამ უნდა შეცვალოს. ეხლა თუ ვინმეს გონია, რომ ტრამპი პირადად დაიწყებს ახლა ამ თემებში რაღაცა ჩართვას, არ ჩაერთვება პირადად, იმიტომ რომ კარგად ვიცით, ეგ რუსეთ-უკრაინის ომია, არის ისრაელი-პალესტინის პრობლემა, არის იქეთ სირიის პრობლემა, იქეთ ჩინეთთან აქვს პრობლემა, იქეთ მექსიკის საზღვრები და მთელი ამბები აქვს, ისეთი ტიპის პრობლემები აქვს ტრამპს, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდი, რომელიც მუშაობდა, სტაფერები, რომლებიც არიან ჩართული საქართველოს საკითხში, ისინი გააგრძელებენ მუშაობას და მათ აქვთ მიცემული ის შესაძლოა რაღაც ყურადღების მოდუნების იმედად იყოს ივანიშვილი ამ პროცესში, აი ამიტომ გეკითხებით, ანუ ეს არის მატარებელი, რომელიც მიდის და რეალურად უფრო მეტ ფინანსურ პრობლემებს უქადის ივანიშვილს, იმიტომ რომ შვეიცარიული ბანკის ამბავი ხედავთ როგორც გაგრძელდა, თუ აი მთლიანად არის ახლა ივანიშვილი ჩამოკიდებული იმ აი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში შესაძლოა აი ჩვენს რეგიონზე ყურადღების მოდუნების საკითხზე, შესაძლო მოდუნების. ჩემი თქმა არც არის ანა საჭირო, თვითონ მათი მოლაპარაკე თავები ჯერ ამბობდნენ, რომ როგორც ტრამპი იქნება, ისე იქნება, როგორც იტყვის ტრამპი, ისე იქნება, შემდეგ ამბობდნენ, რომ თლათახა ტრამპის იმედი არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ იქ deep state-ია დასამარცხებელი, შემდეგ კიდე რაღაცა ტექსტები შეცვალა და მათივე ტექსტებში ორბანი, რომელიც იყო მათი მშველელი ტრამპთან ურთიერთობის საქმეში, თვითონ ორბანის უახლოესი გარემოცვის წევრი არის ფინანსური ძალიან მძიმე სანქციების სიაში. აქედან გამომდინარე, ის რომ ეხლა ტრამპი და ორბანი მეგობრები არიან და ამიტომ ორბანთან რომ რაღაც ურთიერთობას ცდილობს ივანიშვილი, ამიტომ ეს არის ძალიან გულუბრყვილო და ძალიან ბავშვური შეხედულებები და ამის მე თვითონაც რო არ ჯერათ ეთყობა თავიანთ რიტორიკაში, ჩემი ახსნა ამაზე საჭირო არ არის და ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი ვინც არის იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ოცნებას მხარს დაუჭერს, მე ოცნების იმას გულისხმობ, ასე ვთქვათ, ელექტორატს გულისხმობ, ისინიც კი ძალიან შეშფოთებული უყურებენ ამ პროცესებს, ვინაიდან ტრამპი არის გაცილებით უფრო ენერგიული და ხისტი პოლიტიკის მომხრე ძალიან ბევრი მიმართულებით და საქართველოსთან მიმართულებითაც ჩინეთთან, ირანთან, ასეთი ტიპის ურთიერთობებს, განსაკუთრებით ირანთან, აი ამ რაღაცა ფლირტებს, რომელიც წამოიწყო ხელისუფლებამ და უარი განაცხადა ევროინტეგრაციაზე, უარი განაცხადა ნატოში ინტეგრაციაზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2 თვის წინ საქართველოსთან და ესეც ვინმეს არ ეგონოს, რომ ეხლა ბაიდენის ადმინისტრაცია მისე გადაწყვიტა, რომ მომავალ ადმინისტრაციასთან არ შეეთანხმებია. ძიმეთ არის საერთაშორისო მიმართულებით ერთს გვიტყვი და დავამთავრებ ამით. 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები. 26 ოქტომბრის მერე გასული არის ოქტომბერის შემდეგ გავიდა ნოემბერი, გავიდა დეკემბერი, 3 თვეა გასული უკვე. 3 თვის განმავლობაში ლეგიტიმაცია არ უღიარებიათ ამ ხელისუფლების დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ეს პირველად არის ასეთი ტიპის დამოკიდებულება და ეს რა დამოკიდებულებაა? ეს არის სწორედ იმაზე პასუხი, რაც დათესა და რასაც აკეთებდა დღევანდელი რეჟიმი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის ამაზე პასუხი. სხვა არაფერი არ შეიძლება. ამან თავიანთ თავს უნდა დააბრალონ, ყველაფერი ასე დაემართებათ. რაც შეეხება, როდის წავა ეს ხელისუფლება, როდის ჩანიშნავს ახალ არჩევნებს და შემდეგ. ბრძოლა, პროცესია, რომელსაც ნახავთ. მაგაზე მინდა გადავიდე ბოლოსკენ, ბოლოს ჩვენი დროის ბოლო ნაწილია. ბატონზე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ანუ ხედავთ რაც არის საერთაშორისო ვითარება, მართლაც მთელი მსოფლიო არის ტრამპის აი ახალი პოლიტიკის მოლოდინში, ხო კონკრეტულად რა გადაწყვეტილებები იქნება, თუნდაც ჩვენ რეგიონთან მიმართებით. ასევე ჩვენ ხედავთ, რომ ხალხი დგას ქუჩაში თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, პროტესტი არ იკლებს, სულ უფრო მეტი ადამიანი სამართლდება, ხომ? სისტემა ირჩევს კონკრეტულ პირებს, ეს მსახიობი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი და ქუჩაში დგომისთვისაც ასამართლებენ უკვე ადამიანებს, მას შორისაც ეს პირები საუბრობენ, რომ ან იქ არ ყოფილან, ან მოგვიანებით შეუერთდნენ პროტესტს, მოკლედ საყოველთაო ასე ვთქვათ, დასჯის პროცესი მიმდინარეობს. აი შიგნით რა არის გასაკეთებელი ახლა, რადგან თქვენ პოლიტიკოსი ხართ, გითხავთ როგორც თქვენ, აი კონკრეტულად პოლიტიკოსების მხრიდან. თუნდაც აი ამიტომაც გითხეთ რა ჩვენა გოშინდელმა ინტერვიუმო, თქვენ ისე დაახასიათეთ როხაძე, რომ მის მიერ გავრცელებული რამდენიმე გზავნილიც საყურადღებო უნდა იყოს, ხო? რაზე არის სამუშაო, რომ დაუპირისპირდეს სისტემას სწორად და უფრო მეტი ადამიანი შემოიერთო შენ, როგორც მხარდამჭერი და როგორც ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგე. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ? მხილება და კიდევ ერთხელ მხილება.
უნდა აუხსნათ ხალხს ძალიან კარგად, უნდა აუხსნათ, რომ ევროკავშირზე უარის თქმა რას ნიშნავს საქართველოსთვის? რას ნიშნავს საქართველოსთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით? რას ნიშნავს ეკონომიკური თვალსაზრისით? რას ნიშნავს სოციალური თვალსაზრისით? რას ნიშნავს ფსიქოლოგიურად? რას ნიშნავს პოლიტიკურად? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ის არა, რომ ერთხელ გავბრაზდით იმის გამო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე უარი თქვა და შემდეგ ეს შევარჩინოთ. არა, არავითარ შემთხვევაში, როდესაც წყდება მთელი რიგი პროგრამები, ევროპული და ამერიკული პროგრამები საქართველოში, რამდენ 1000 ადამიანს აზარალებს ეს? რა მდგომარეობაში ვარდება ქართული ბიზნესი? ქართული ბიზნესის ძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა რა შედეგს და გავლენას მოიტანს კონკრეტულ ადამიანებზე. პოლიტიკური პარტიები ამის ახსნა განმარტებაზე უნდა გადავიდნენ ეხლა, იმიტომ რომ პროტესტი ქუჩაში მიმდინარეობს, საერთაშორისო მიმართულებით არის ძალიან აქტიური მუშაობა, მათ შორის ჩვენი პარტია ძალიან აქტიურად და სერიოზულად მუშაობს იმაზე, რომ ესე იგი ჩვენ დასავლელი კოლეგები იყვნენ დაუშვათ აი მუდმივად აი ამ ლეგიტიმაციის თემაზე მაჯაზე ედოთ ხელი და ასე შემდეგ. ამას სხვა პარტიებიც აკეთებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ქართულ საზოგადოებასთან არის მუდმივი ახსნა განმარტება და საჭირო არის იმის თქმა, რომ არა უარს ვამბობ, უარს ვამბობ. გაზრდა არის ეს აქვს. რა თქმა უნდა, უნდა გამოეცალოს, ამ გზით ეს შესაძლებელია, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ამაზე საუბარი მე ჩვენც გქონია და არაერთ პოლიტიკოსთან პოლიტიკოსი ყოფილა ამ სტუდიაში და ჩართვითაც წინა საარჩევნო პერიოდში, ხომ? და ახლა უკვე სულ სხვა ფაზაში არის ვითარება, სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, საკმაოდ მძიმედ, რთულად და ეს ცვლის თუ არა, უნდა ცვლიდეს თუ არა, მათ შორის პოლიტიკოსების დღის წესრიგსაც, რომ უფრო აგრესიული პოლიტიკა და საუბარი იყოს იმ შიშებთან დაკავშირებით, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ნერგავდა და ნერგავს ამ პერიოდის განმავლობაში. მაგას მოგახსენებთ ზუსტად, ეხლა რაც არის მნიშვნელოვანი, არის პროპაგანდით გაბრუებული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ხელისუფლების ხარდამჭერები. ამ ადამიანებს უნდა განემარტოთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში ევროკავშირთან ინტეგრაცია ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეხლა რაღაცა ტიპის გადაადგილება შეგეზღუდება მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებთან და რაღაცა რამდენიმე მილიონი გრანტი არ ჩამოაქვს. ეს არის ძალიან სერიოზული ჩამოშლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ეს არის რა, თურქეთი, ირანი და რუსეთი. ეს არის 3+3-ის ფორმატი, სადაც გადაინაცვლებს საქართველოს იზოლაცია და გადავდივართ სულიად ისევ დასავლური ორბიტის ნაცვლად გადავდივართ რუსულ ორბიტაზე და ვისაც რუსული ორბიტა არ ახსოვს, მე მინდა უთხრა და ამ ეთერიდან კიდევ ერთხელ განვმარტო. 200 წლის განმავლობაში, რაც ქართული რუსული ურთიერთობები არსებობდა, ერთი დღე არ ყოფილა, როდესაც რუსეთს ჰქონდა პარტნიორული ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველთვის ჰქონდა ჩაგვრელის, ზემოდან მაყურებლის და ტერიტორიების წამრთვევის, ომის წამოწყებისა და ამ ქვეყნის დამწიოკებლის პოზიცია ქონია. საკმარისია კიდევ ერთხელ ჩვენ პირისპირ დავრჩეთ ჩვენი ჩtildeოელი მეზობლის წინაშე, გარწმუნებთ, რომ ესე იგი ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავდგებით და საერთოდ 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა მიზნად ისახავდა ჩვენ რუსული ორბიტიდან გამოსულიყავთ. გამოვედით. ამის გულისთვის ხალხი დაიღუპა, ამისთვის უამრავი შრომა დაიდო, ამისათვის უამრავი ოფლი დაიღვარა და ეს ყველაფერი ახლა გადაისინჯოს და წყალში გადაიყაროს. მე მგონი ქართველი ხალხი ამის უფლებას არც ივანიშვილს და არც არავის არ მისცემს. დიდი მადლობა. დაგემშვიდობები ბატონ ზვიად ძიძიგური საუბრობდა ჩვენ